გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, საღამო მშვიდობისა. დღეს ახალი ნათურა მაქვს, რომელიც აი ამ ლეპტოპის წინ მიდგას და გარშემო უკვე სიბნელი არის და ნახოთ, მინდა ამის დატესტვა და მინდა რომ აი ეს დატესტვა ერთი სუბუქი ვიდეოთი გავაკეთო და ვიდეოს თემა არის გერმანული თავისებურებები. ორ თავისებურებაზე მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო. პირველი თავისებურება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ აქ ძალიან უყვართ წესრიგი, აქ გავრცელებული, უმეტესად გავრცელებული არქეტიპები არიან ძალიან წესრიგის და კანონის მორჩილები და ნაგავსაც ვახარისხებთ და ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საჭირო არის, უმეტესობა მაინც. მაგრამ მაინც ხდება ხოლმე გაუგებრობები და მოგახსენებთ ერთ-ერთს ამას წინათ შემხვდა ვიდეო და ამ შინაარსის ვიდეოები ნანახი მაქვს ასევე ადრეც ვიდეო შინაარსი იყო შემდეგი დასავლეთ გერმანიის ლანდში ნორდრაინ-ვესტფალიის ლანდში ცხოვრობს ქალი რომელიც სახლის წინ ტროტუარს ასუფთავებს ცოცხით და ასუფთავებს ისე რომ გვის და იქვე გაზონი არის ქუჩას და ტროტუარს შორის სადაც ხეებიც არის ჩამომწკრივებული და იქ ასე ვთქვათ მიფარცხავს ერთ დღეს აი ამ საქმიანობის დროს მას გამოეცხადა წესრიგის დამცველი აქ არის ასეთი საჯარო სამსახური წესრიგის სამსახური ორდნუნგს ამტ და მოსთხოვა მისი პირადობის მოწმობა მას ძალიან გაუკვირდა რასაკვირველია მისცა და შემდეგ მოუვიდა მას გაფრთხილება 35 ევრო უნდა გადაეხადა რადგან გაზონი ეკუთვნის ქალაქს და ის ანაგვიანებდა აი ამ მიფარცხვით ქალაქის ტერიტორიას მან იფიქრა რომ ეს რაღაც გაუგებრობა უნდა იყოს, იმიტომ ის ხო ასუფთავებს ქუჩას. და ქუჩის შემდგომ აი ამ ვიდეოში რაც იყო რაღაც გადაცემა ინტეგრირებული ასევე სთხოვეს აზრის გამოთქმა ამ საჯარო სამსახურის წარმომადგენელს და იმ ქალბატონმა თქვა გარკვევით რომ ის არ მიიღებდა გაფრთხილებას და ამ თანხა არ ექნებოდა გადასახდელი თუ მოგვიდა შემდეგ ამას მოკრიფავდა და ურნაში ჩაყრდა ასე გადაყრდა იმ ნაგავს პრობლემა იყო არა ქუჩის დაგვა, არამედ აი ამ ფოთლების მიფარცხვა გაზონზე. თუმცა გაზონზე იდგა სწორედ ის ხე, საიდანაც ჩამოყრილი, რომლის ფოთლებიც იყრებოდა ტროტუარზე. და თითქოს წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ ვიღაცა ქუჩას ალაგებს, ასუფთავებს და ის იღებს გაფრთხილებას. მან დაუწერა პროტესტის წერილი და აი ამ არ აღიარა, ასე ვთქვათ, არ უნდა ამ თანხის გადახდა და თქვა, რომ შემდგომ მას მოუვიდა წერილი, სადაც ეწერა, რომ გაფრთხილება გადაიქცა ჯარიმად და 103 ევროს გადახდა მოუწია, რადგან ფაქტის სახეზე იყო და ეს ამ პროტესტის წერილმა უფრო აწია ფასი. და გადაიყვანა გაფრთხილება ჯარიმაში. ალბათ ვფიქრობ, რომ ის ამ თანხას გადაიხდიდა, რადგან ეს თანხა შეიძლება კიდევ გაიზარდოს და გაიზარდოს, ხო? მე კი როგორც სახლის პატრონმა მანამდე ვერ წარმომედგინა, ვიცი რომ როცა ჩვენს ნაკვეთს ესაზღვრება ქუჩა, ტროტუარი. მას ჩვენ ვალაგებთ. მადლობა ღმერთს მე ვცხოვრობ ჩიხში, თორემ მე ზამთარში მიყვარს აქ თავის გარიდება და ეს გამოდის რომ უნდა ვიზრუნო სხვა შემთხვევაში რომ ამ ტროტუარზე თოვლი არ იდოს, რომ ვინმეს ფეხი რო აოსხლდეს, მე ესეც ჩემი საპრობლემო გახდება.
ხო, აი ეს არის, რომ აქ სახელმწიფო ძალიან დიდ ვალდებულებებს გვაკისრებს, ვისაც საკუთრებაში გვაქვს, თუნდაც ეს იყოს ბანკის საკუთრებაში ნახევრად ან მთლიანად. ისე თუ ხარ გაქვს სახლი გაფორმებული, ნაკვეთი გაფორმებული შენზე, ხარ ვალდებული მიმდებარე ქუჩის ტროტუარის მოწესრიგებაზე. რასაკვირველია, გარემონტებაზე არა და ფილების დაგებაზე, მაგრამ სისუფთავეზე და თოვლის გახვედაზე. და თუ რამ გახვედავ, ნაგავს თუ დაინახავ და თუ დაასუფთავებ, რასაკვირველია, უნდა ეს ნაგავი მოკრიფო და სადაც უღნა არის, წესის და რიგის მიხედვით გადაყარო ეს ნაგავი. და ეხლა მივდივართ მეორე თავისებურებამდე. ნაგვის დახარისხებას ხომ ვაკეთებთ, აქ არის ბიოლოგიური ნარჩენები, შერეული ნაგავი, სუფთა ქაღალდი მაქვს, პლასტმასი და კიდევ მინას გარეცხის გაკეცკეცებულ საქვი ახლოს არის ფერადი მინაცალკე, თეთრი მინაცალკე, ხო? და აი ესეც არის ძალიან დიდი პრობლემა ეხლანდელ გერმანიაში, იმიტომ ახალი ვინც მოვიდა, ამ დახარისხებას არ იცნობს და ჩემს წინ არის სახლები, მრავალბინიანი სახლები და იქ აქვს ძალიან დიდი პრობლემა, რომ ბიოლოგიურ ნარჩენში რო ხშირად არის ცელოფანი ჩაგდებული. გარდა ჩამოსულებისა, რომლებმაც ეს არ იციან და ამის დაცვა თუ გაიგეს არ უნდა საჭიროდ არ მიაჩნიათ, არსებობს ასევე გერმანელებშიც პატარა ნაწილი, მე ვფიქრობ, რომელიც აი ამ წესრიგს არ ემორჩილება. ის არის სხვა არქეტიპი. და ყოველთვის აქ პრობლემები, რადგან მოგახსენებთ ერთ შემთხვევას. ჩვენი აქაური ახლობელი ცხოვრობდა ამ ქალაქში, ისეთ რაღაც მწვანე ძალიან ლამაზ რაიონში, ამ ქალაქის რაიონში ჰქონდა ბინა, იყო ძალიან კმაყოფილი და მოუწია ბინის შეცვლა იმის გამო, რომ ნაგვის დახარისხება არ უნდოდა, არ თვლიდა საჭიროდ, ეზარებოდა უბრალოდ. გამოიტანა ერთხელ ნაგავი და ყრის და მეზობელი დგას და მეზობელმა მისცა შენიშვნა. და ეს როგორც თქვი, არ არის ეს ტიპიური გერმანული არქეტიპი, აპოლონი რას და არტემისი, აი ეს წესრიგის მოყვარული, რომ რაღაცა გაიგო და გაეგონა, არა, ის აუყირავდა, უთხრა შენი საქმე არ არის, შენ თავს მიხედე, მე რასაც მინდა ვიზამ, მაგრამ მეზობელი დარჩა მშვიდად, არ გაიტეხა იხტიბარი და ეს შემთხვევა განმეორდა ისე, რომ ისეთი სიხშირით, რომ უკვე ყვებოდა ეს კაცი, რომ გამოვდიოდი ნაგვის გადასაყრელად, უკვე აქეთ-იქით ვიყურებოდიო და მე რომ ჩემი თავით დავეჭირიო, რომ უკვე შუა ღამესას გამომქონდა შეგნებულად ნაგავიო, რადგან უკვე სტრესად იქცა ჩემთვისო ამ მეზობლის აქციელი, რომელიც აუცილებლად ან ფანჯიდან გადმოიხედავ და ან იქ სადღაც გამომეცხადებოდა და მიმითითებდა ჩემ შეცდომაზეო. და ამის გამო ვეღარ გაუძლო. მიუხედავად იმისა, რომ პასუხიც გასცა და დასაწყისში არ ჩათვალა პრობლემად, აი ეს განმეორებადობა თვითონ ისეთ სტრესად ექცა, რომ საერთოდ იმ რაიონიდან, ქალაქის იმ ნაწილიდან გადმოვიდა ქალაქის მეორე სხვა ნაწილში. და ეხლა დაუბრუნდები ისევ პირველ შემთხვევას, ეხლა თქვენ იტყვით, რომ ის წესრიგის საჯარო სამსახური შემთხვევით მოვიდა და შემთხვევით დაინახა? მე ვფიქრობ, რომ არა. ეხლა ესე სად დადიან? ისინი დადიან იქ, სადაც იციან, რომ რაღაცას იპოვიან. შემთხვევით კი არა, მოვიდა აუცილებლად ვიღაცა მეზობელმა შეატყობინა და ესეც არის აი ტიპიური გერმანული წესრიგთან დაკავშირებით იცის მეზობელმა შეტყობინება. იციან, ეს არის ცნობილი ფაქტი, აი ჩემი მეზობელი, რომ ყავდა ეს მაღალ ასაკში იყო ეს კაცი, შიდა ეზოში მოჭრა ხე, ძველი ხე. და ეტყობა ვიღაცამ დაინახა, ყოველ შემთხვევაში აი ამ წესრიგის დაცვის სამსახურიდან მიიღო შეტყობინება და ჩაეკითხნენ აი ამ ხეზე. ისე რომ ის რაც
სხვაგან შეიძლება მიღებული არ არის და მე ერთხელ წაკითხული მაქვს წიგნი გერმანულ ფრანგულ შედარებებზე. წიგნი დაწერილი იყო გერმანელი ქალბატონის მიერ, რომელიც 10 წლეულები ცხოვრობდა საფრანგეთში და ჰყავდა ფრანგი მეუღლე. და ის სწორედ აი ამ თვისებაზე წერდა, რომ სკოლაში თუ სხვაგან, აი რასაც ჩვენ დასმენას, ენის მიტანას ვეძახით, აი წესრიგთან დაკავშირებით და ეს ეხება წესრიგსაც, აი აქ მეტი ტოლერანტულობაა, ესე იგი, ნიშნავს, რომ ეს არ გადის როგორც ულამაზო ამბებში, ნიშნავს, რომ ვიღაცა თუ წესრიგს არ ღვევს, შენ შეგიძლია შენ თავს უფლება მისცე, რომ ეს ან პირადად მიუთითო, ან კიდევ შესაბამის სამსახურს შეატყობინო, სხვანაირად არ იცის გერმანელმა ზოგადად ჩარევა სხვის საქმეში, არც დიდი ინტერესის გამოჩენა, არც დიდი ცნობის მოყვარვების გამოჩენა, არც არანაირი ჩაკითხება, მაგრამ აი ეს შემჩნეული მაქვს მეც, ერთმა მეზობელმა მოიყვანა ძაღლი, რომელიც ღამე როგორ ხა დაბნელდებოდა, ხა მეც მხვდა, რომ ყმუოდა. და ეს მეზობლები დაირაზმნენ და წავიდნენ ჯერ მას დაელაპარაკნენ და რომ არ გაეგონა ეს რუსი გერმანელი იყო ეს კაცი, აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ შემდგომ სხვა შესაბამის სამსახურსაც შეატყობინებდნენ. ახსნა იყო, რომ გარდა იმისა, რომ ძაღლის ხმოვილი წუხდები, აქ ძაღლების ყეფა არ გვესმის, ძაღლი თუ ყავს, ისე უნდა ყავდეს, რომ სხვა არ შეაწუხოს, მეზობელი არ შეაწუხოს, ასევე არიან ძალიან დაინტერესებულები, რომ ცხოველის უფლებები იყოს დაცული და ცხოველი თავს კარგად გრძნობდეს. აი ეს ამ ორი მიზეზით იყვნენ მისულები ამ მეზობელთან. ეს როცა წესრიგი ისე გიყვარს და ისე გაგვშენა ეს სიხში გამჯდარი, რომ ეს უკვე შეიძლება უფრო რაღაც პედანტობაში, უფრო ძალიან ისეთი მიმართულებით მიდის, რომ სხვა საკონტროლებ, მარტო შენ თავს კი არ აკონტროლებ, უკვე გადადიხარ მეზობლების კონტროლზე. მე ვფიქრობ, რომ ეს თვისება გავრცელებულია და მაინტერესებს გერმანიაში ან გერმანულ ენოვან ქვეყნებში თუ ჩემი მსმენელებიდან ვინც ცხოვრობს, თქვენ თუ მოგხვდათ თვალში. ისე მე შვეიცარიის მაგალითზეც მაქვს ეს, მაგრამ რასაკვირველია გერმანულ რეალობას კარგად ვიცნობ და ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია. მეორე თავისებურება, რომელზეც მინდოდა მომეყოლა, ეს არის სხეულის, ასე ვთქვათ, სხეულის კულტურა დავარქვათ. ძალიან უყვართ შიშველის სიარული. პირველად ვნახე და ყურადღება გამიმახვილდა მე, როცა ჩვენ ვიყავით სამხრეთ დანიაში, მე ვცხოვრობ დანიის საზღვარზე, კუნძული რომო არის და უზარმაზარი პლაჟი აქვს. და იქ ვზივარ, ჩემი შვილი ძალიან პატარა, დაახლოებით 5-6 წლის და ამოდის ზღვიდან ქალი. წითელი მოოქროს ფოროში გადასული ესე თმებით, რაღაც ისეთი მსხვილი კულებით. დედიშობილა. ფეხძიმე თან მე-5-მე-6 თვეში იქნებოდა. ისეთი ეს თეთრი ფითქინა კანი, ეს ყველგანის თმა, ეს ოქროსფერი წითელი. ისეთი ესთეტიური სურათი იყო, ბუტიჩელის ვენერა. ეს ფეხძიმება რაღაც ძალიან ნაზ გამომეტყველებას აძლევდა. ძალიან ლამაზი სურათი იყო, თვალი ვერ მოვაცილე და გამიკვირდა, როგორი ბუნებრივობით გამოვიდა დედიშობილა ზღვიდან, მივიდა ძალიან ისეთი ბუნებრივობით, სადაც ჰქონდა თავისი ნივთები დატოვებული
ესე იგი არ აჩქარდა, რომ აი რაღაცა ჩქარა, შემოეხვია, არა. რასაკვირველია, იქ როცა ადგილი დიდი არის, ყველა თავისთან დაკავებული და აი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, სულ მცირე ჩემთან კუნძული რომ არის ზულტი და კიდევ ზემოთ სამხრეთ გერმანიაში არის გერმანული და დანიური სასუქათოება. და აქ უფრო ბალტიის ზღვაზე, ჩვენთან აღმოსავლეთის ზღვას ეძახიან, აი ესეთ წელზემოთ კი, მაგრამ აი ეს დედიშობილად ბანაობას უფრო იშვიათად შესწრები ვარ. და იქ ეს არის თითქმის ჩვეულებრივი ამბავი. აი მიდის ადამიანი, გაივლის კაი საკმაო გზას, იმიტომ იქ სადაც ვართ დაბანაკებული, შემდგომ წყლამდე საკმაოდ მანძილია, იმიტომ იქ ძალიან ძლიერი მიქცევა და მოქცევა და წყალს ძალიან ვერ დაუახლოვდები. და მოიხსნის და პირსახოც და დედიშობილა შედის წყალში ცურავს, მერე გამოვა აი ესეთი ბუნებრიობით აიღებს ამ პირსახოც და წავა. იცით, იმდენად ბუნებრივად აკეთებენ, რომ ისე მივეჩვიე მე, ადრე მე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ მიეკუთვნება ესეც აქაურ ცხოვრებას. წინა წელს კუნძულზე ვიყავით, აქ არის ძალიან ლამაზი კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, ეს არის დასავლეთის სანაპირო, დანიის და ჩრდილო გერმანიის, ასე ვთქვათ, ატლანტიკის ნაწილი. და აქ არის ცნობილი კუნძული ზულტი და იქ გვიყვარს მე და ჩემს მეუღლეს ყოფნა და ვსეირნობ, ვიდეოებიც კი მაქვს გადაღებული დასამშვიდებლად, ძილის მოსაწესრიგებლად, მივაბამ ამ ვიდეოს, ვისაც არ გინახიათ, რომ თქვენ იმ პეიზაჟით ასევე ისიამოვნოთ. ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, როცა მზე ჩადის წყალში, წყალის ციმციმებს აი ეს თითქოს უამრავი ბროლის და ბროლის სიბრწყინვალი არისო და მიყვარს ძალიან სეირნობა, კილომეტრებს გავდივარ აქეთ-იქეთ და დავინახე, რომ მოდის ორი ქალი, ორივე დედიშობილა. მითხრეს, რომ აი ზურგთანო ეს წელთან ახლოს რაღაცამ წყალში მიკბინაო და აბაო თქვენო გებაო შეხედოთო. შევხედე, მე ვთხარი, მე არა ვარ სპეციალისტი და შეიძლება არის რაღაცეთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თქვა რომ აწუხებსო, მეწვისო. და მე ვთხარი, აი ეს ბადემაისტერი, ვინც თვალყურს ადევნებს პლაჟ, ვინც ეს შემაღლებულზე, ეს კოშკორასავით რომ არის ზის, მე ვთხარი, იქ მიბრძანდით და აუცილებლად ექნება პირველადი დახმარების საშუალება მეთქი. და ეს რო ვთქვი, ვაი, მე ვთქვი, ეხლა ესე წავა იქ. გულმა არ გამეძრა, სხვა მიმართულებით მივდიოდი და მოვიხედე რამდენჯერმე რომ დავინახე, რომ ჯერ თავისი ადგილისაკენ წავიდა და რაღაცა შემოიხვია, გული დავემშვიდე და მე წავედი. აი ესეთი ბუნებრიობა უყვართ. ასევე გერმანიის პრეზიდენტი, აი ეხლანდელი კი არა, იმის წინ რომ იყო ქრისტიან ვულფის მეუღლე, უყვარდა ეს ჩრდილოეთის ზღვა და მას გადაუღეს ფოტო, როგორ ამოდის ზღვიდან წელზემოთ შიშველი, ყველა გაზეთმან დაბეჭდა, ისე რომ ფრთხილად უნდა იყოს, ვინც ცნობილი ადამიანი არის, იმიტომ ეხლა ყველას ხელის ტელეფონი აქვს თან. აი ეს სიყვარული სისისვლისადმი ეტყობა იყო საუკუნის დასაწყისიდან უკვე გერმანიაში ძალიან დამკვიდრებული, მე ესე ვფიქრობ და არა ეგრეთ წოდებული 60-იანი წლების ეგრეთ წოდებული სექსუალური რევოლუციის შედეგია, რადგან ჩემი დედამთილი მიყვებოდა, რომ როცა ის ახალგაზრდა იყო თავის მეუღლესთან ერთად და ბავშვები პატარები იყვნენ, ბანაკს ზაფხულში დასასვენებლად მიდიოდნენ ჩრდილოეთის ზღვაზე და კარავსში, კარვები ჰქონდათ და იქ სადაც აი ყველა ეს რასაც ჩვენ ველურ პლაჟს ვეძახით. ესე იგი ძალიან დამკვიდრებული იყო ადრე უკვე კარგა ეს მიეკუთვნება მათ მენტალიტეტს, მათ კულტურას და ეს გამოიხატება ასევე საუნაში. აქ არის შერეული საუნები. ჩემთან ახლოს მაქვს სპა, ძალიან მიყვარს წასვლა, აქვს ერთადერთი მინუსი, ქალების დღე არის ორ კვირაში ერთხელ
დანარჩენი არის შერეული საუნა და ნიშნავს რომ გასაკვირველია შეგიძლია რაღაც პირსახოცი და ან ხალათიც კი ჩაიცვა, მაგრამ უმეტესობა დადის ესე როგორც ნიმფების შიშველი და ასევე აუზი არის წყლის მასაჟები და იქ არა გაქვს უფლება რომ შენ საცურაო კოსტიუმი თუ რასაც ვეძახი ჩაიცვა და ისე ჩახვიდე და საერთოდ საუნაში შესვლისას ყველა შედის პირსახოცი შეიძლება მოხეული გაქვს, მაგრამ მე პირსახოცი იშლი და იყოს დიდი პირსახოცი და ნუ რასაკვირველია იქ ხო უმეტესად სიბნელი არის და არავის არ უყურებს, არავინ არ აინტერესებს. ეს არის ფენომენი, რომელსაც ჩვენ ვერც წარმოვიდგენთ და ეს ძალიან ბუნებრივი არის და ძალიან მისაღებია და აქ უყვართ საუნა. შეიძლება ისე არა როგორც სკანდინავიაში, რადგან იქ უმეტესად სახლებშიც აქვთ, მაგრამ იციან რომ საუნა ძალიან ჯამრთელია. ბოლო ხანს წავიკითხე რომ დემენციის პრევენციისთვის გამოიყენება რაც უფრო ხშირად სარგებლობს საუნით, მით უფრო კარგი არის ამ არიდებისათვის, დემენციის არიდებისათვის და ისეთ ძალიან გამაკაშებელი არის და აი აბსოლუტური აი ესეთი ბუნებრიობით დადიან შენს გარშემო შიშველი ადამიანები, შენ გაქვს კი რასაკვირველი უფლება პირსახოცი შემოიხვიო და ისე იარო. აი ეხლა აი ამ ვიდეოს რო წერ, ჩემი მეუღლე წასული არის აი ამ საუნაში, ძალიან უვლის თავის ჯანმრთელობას და მე კი შაბათ-კვირას არ მივდივარ იმის გამო, რომ ბევრი ხალხია და შერეული საუნა არის, თუ მივდივარ იმ დღეს როცა ქალების საუნა არ არის, დასაწყისში აი ისე რომ სადაც როცა ხალხი ნაკლები არის, მე არ მიყვარს საერთოდ ბევრი ხალხი, არც საუნაში და არც სხვაგან, სადაც დასვენება მინდა. აი ჩემი მეუღლისათვის არის ჩვეულებრივი ამბავი და ესეც იცით არის ამ მენტალიტეტში, რადგან მახსენდება უნივერსიტეტში რომ დავდიოდი ერთი შემთხვევა. იყო სემინარი ბავშვების სექსუალური აღზრდა და რადგანაც ჩემს დროს მაშინ ეს თემა საერთოდ არ იყო და ფსიქოლოგია ისიც არ მისწავლია საქართველოში, თქვი რომ ეს იქნება საინტერესო და მოდი წავალ. თავისუფალი სემინარი იყო. და სემინარი მოგეხსენებათ, მოითხოვს ასევე ჩვენს ჩართულობას და იქ იყო რაღაცა კითხვები და გთხოვეს რომ გაგვეხსენებინა ან ჩვენი საკუთარი ბავშვობიდან, ან ჩვენი ბავშვების ბავშვობიდან შემთხვევა, როცა ბავშვი იჩენს ინტერესს რომ აი ეს როგორ გამოვიყურები მე საკუთარი სხეულის მიმართ და ასევე სხვის სხეულის მიმართ და ამჩნევს განსხვავებას თავის და სხვას შორის, რომ მაგალითად გოგო და ბიჭი სხვადასხვანაირად გამოიყურებიან, გახდებები. და მე ჯერ არაფერი არ გამახსენდა, ჩემი ბავშვობიდანაც არაფერი გამახსენდა და ჩემი შვილის ბავშვობიდანაც ნაკლებად და ბოლოს როგორც იყო ამომიგდო მეხსიერებამ ესეთი შემთხვევა და მოვყევი ვიფიქრე, ალბათ მინდოდა რომ მეც რაღაც მომეყოლა და არ მეთქვა მე არაფერი მახსენდება. ყველამ რაღაცა მოყვა, ვიმსჩილეთ ხან გავიცინეთ და ვიფიქრე ალბათ ჩემიც ესე იოლად ჩაივლის და მე ვთქვი რომ აი ჩემ შვილს აქ მეთქი ფაზა, მე 5 წლის იყო თუ დაახლოებით 5 წლის იქნება, 4-5 წლის იყო. რომ მამამისი რომ შედის აბაზანაში და აბაზანა და ტუალეტი ერთად იყო, უნდა რომ შეყვეს და ის დატოვებს კარების წინ ჩაკეტა და კარებს ჩაკეტავს, რადგან ცდილობს რომ შევიდეს და მე ეს ცდილობს ჭუჭურდაინდა რომ შეიჭრიტენოს. ეხლა ესე ზის და გველოდება ხოლმე ჩვენი ფისო ლუსი აქ. მახსენდება ხოლმე ჩემი შვილის ქცევა, რაღაცა პერიოდი ჰქონდა ბავშვს ესეთი ქცევა და ალბათ გამოწვეული იყო რომ მე რადგანაც ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აბაზანაში თუ თქვათ ვაპირებდი შხაპის მიღებას, პატარა ბავშვს დიდხანს ხომ მარტო ვერ დავტოვებდი და ამიტომაც ვაძლევდი უფლებას რომ შემოსულიყო რომ გული დამეჯერებინა რომ რამე არ ხდება. ბავშვის ოთახი კი იყო უსაფრთხოდ, მაგრამ ოთახში ხომ ვერ ჩავკეტავდი ბავშვს და მამამისი კი ასე კარებს უკეტავდა. იცით, ეს რო თქვი, იყო ჩემთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ჩამოვარდა უხერხული სიჩუმე და ვერ მივხვდი რატომ.
ბოლოს ეს სიჩუმე დაარღვია ერთმა ქალმა და თქვა, რომ იცით, ჩვენთან ესეთი სცენა წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ჩვენ კარებს ავკეტავთ და ბავშვებს უფლება აქვთ ჩვენს დაგვინახონ შიშვლები და ასევე შეიძლება ჩვენ საწოლი ოთახიდან საბაზანაში შიშველი წავიდეთ, ესე იგი, არათუ იქ გავიხადოთ. მას კიდევ გამოეხმაურა სხვა ქალი, რომელმაც იგივე თქვა. დაახლოებით 3-4 გამოხმაურება მივიღე, რომ მათ არ მიაჩნდათ ეს უკვდათ ჩვენი ეს საქციელი და მიაჩნდათ რომ ეს ბავშვისთვის არ არის კარგი და ჩემთვის კიდევ ის სხვა საქციელი იყო წარმოუდგენელი. აი მაშინ მივხვდი რომ შეიძლება ყველა არა, მაგრამ ეს მენტალიტეტის განსხვავება ჩვენს და აქ გერმანელებს ჩილო გერმანელებს შორის ამ კუთხით არსებობს. ესე იგი ეს თავისუფალი დამოკიდებულება სიშიშვლის მიმართ გამოიხატება არა მარტო საუნაში, არა მარტო პლაჟზე, არამედ ასევე სახლში ყოფნისას და მე სახლი რომ შევიძინე, მეზობლობაში რომ ცოტა გავერკვიე, ერთმა მეზობელმა თქვა რომ აიო, მას მეორე სართულიც აქვს ზემოთ და იქ რო ვარო, ისე მიყვარსო ფანჯიდან გადმოხედვაო, მაგრამო ერთი კუთხითო აღარ ვიხედებიო, იმიტომ რომ ის მეზობლებიო ცოლ-ქმარი არიან, ქმარი კაცი დადის თავის ბინაში დედიშობილად და ეხლა ეს ზემოდა რო იყურება, უნდა არ უნდა ხედავს და თვალს ვარიდებო მე ესე რომ არ შევხედო, არ დავინახო. და სხვათა შორის ისეთ ცნობილი თემა არის და შენახულიც კი მაქვს მეზობლების კამათთან, ჩხუბთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ ადვოკატებითაც კი ხდება, რომ საკუთარი ბაღი აქვს, დადის შიშველი და სხვა მეზობელს არ მოწონს და ეს არც იმის უფლებას არ აძლევს, რომ შუაში ეს ღობე იყოს მაღალი. იმიტომ მეზობელს უნდა შეუთანხმო აქ ღობე, ისე ვერ 2 მეტრიან ღობეს ვერ გააკეთებ, უნდა დაგეთანხმოს. თუ არა, როგორც ჩემთან არის პატარა ღობე არის და შენ შეგიძლია 1 მეტრის დაცილებით მე აღმართო 1 მეტრის და 80-ის სიმაღლის. მაგრამ წარმოიდგინეთ, ხა ეს ღობე ხო არის, კიდე ღობე ჩავსვა 1 მეტრში, თან ვისაც პატარა ნაკვეთი აქვს, ეს არ აწყობს. არა და დადის თავის ბაღში დედიშობილა და ესეც ახლა არის შეიძლება იყოს და ხშირად არის მეზობლებს შორის უკმაყოფილების მიზეზი. თუმცა მე კი მაგ კუთხით ვერ ვიტყვი მაგის პრობლემა ჩემს მეზობლობაში არ მაქვს, მაგრამ წამიკითხია. ისე რომ აი მოგახსენეთ ეს ორი თავისებურება, მაინტერესებს თუ იცოდით ამასთან დაკავშირებით და მაინტერესებს ასევე თუ არის სამხრეთ გერმანიაში ან გერმანიის სხვა ლანდებშიც თუ არის, თუ მოგხვედრიათ, ვინც იქ ცხოვრობთ, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს, კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა.